მოგესალმებით, მე ვარ იანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტ ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: თუ ოდესმე დახმარების ხელი დაგჭირდება, იცოდე რომ გაქვს ეს შენი საკუთარი ხელია. ციტატის ავტორია ბრიტანელი მსახიობი ოდრი ჰეპბერნი. ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების ისტორია ისეთივე შთამბეჭდავია, როგორიც მისი სამსახიობო კარიერა. ბუნებრიობა და ღირსება მისი თანამდევი იყო ყველგან და ყოველთვის. დღევანდელი ციტატა თითქოს მოულოდნელია ისეთი ადამიანისგან, როგორიც ოდრი ჰეპბერნი იყო, რომელსაც ყველგან დედოფალივით იღებდნენ, ხელის გულზე ატარებდნენ მისი ნიჭის, გარეგნობის და ხასიათის გამო. მაგრამ ცხოვრებაში სულ მცირე ორჯერ ჰქონდა ოდრი ჰეპბერნს ისეთი მომენტი, როდესაც მას საკუთარ თავს დახმარების ხელი გაუწოდა მყარად და ამით საკუთარი თავი გადაირჩინა. სანამ თხრობას გავაგრძელებ, მინდა შეგახსენოთ, რომ გამოიწეროთ ციტატა და შემომიერთდეთ აქ ამ პლატფორმაზე. იმას ვამბობდი, რომ ოდრი ჰეპბერნმა სულ მცირე ორჯერ გაუწოდა საკუთარ თავს ხელი, როცა მშველელი სხვა არავინ ყავდა და ამით თავი გადაირჩინა. პირველად ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ოდრი გერმანელების მიერ ოკუპირებულ ჰოლანდიურ ქალაქ ანრემში ცხოვრობდა. ალექსანდრე ელერდაშვილის მიერ არის მომზადებული ოდრის ბიოგრაფია და აი ამ ბიოგრაფიის მიხედვით გიამბობთ ახლა იმას, რაც ოდრის თავს მოხდა. ერთხელ ნაცისტებმა ქუჩაში შეიპყრეს ოდრი და აპირებდნენ, რომ ანრემის სხვა ქალებთან ერთად გაეგზავნათ გერმანიაში, მაგრამ რაღაცა სწავლის ძალით ოდრი მოახერხა გაქცევა და ერთი თვის განმავლობაში 1945 წლის გაზაფხულამდე იმალებოდა მარტო სარდაფში, რომელიც სავსე იყო ვირთხებით. ხო და აი ამ ბიოგრაფიაში წერია, რომ ოდრიმ საკუთარ თავს უბრძანა, რომ ვირთხების არ შეშინებოდა, ნახევარად გონდა კარგულს აგონდებოდა, როგორ დაყავდათ მუსიკაზე, ცეკვაზე, როგორ დაყავდა დედას თეატრში, როგორ სწავლობდა ინგლისურ ენას, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მამასთან ლონდონში სტუმრად იყო წასული, და აი წარმოსახვით ცდილობდა, რომ ვიოლინოს ხმები აღედგინა, განუწყვეტლად იმეორებდა ინგლისური ზმნების უღლებას და ამ ერთი თვის განმავლობაში იკვებებოდა 6 ვაშლით და 9 პურით, რომელიც აბგაში აღმოაჩნდა აი იმ დროს, როცა იძულებული გახდა, რომ სარდაფში დამალული იყო. როცა ადამიანს ასეთი რამ აქვს გადატანილი, ცხადია აღარ არის გასაკვირი, რომ ჩვენც ამისკენ მოგვიწოდებდეს საკუთარ თავს დახმარების ხელი თვითონ გავუწოდოთ. ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების მეორე ეპიზოდი ბევრად გვიანდელია. 59 წლის იყო ოდრი, როდესაც გადაწყვიტა, რომ სამსახიობო კარიერა დაესრულებინა და გრძნობდა დიდ სიცარიელეს თავის თავში, რომელსაც თითქოს ვერაფერი ვერ შეუსებდა და აი მაშინ გაუწოდა მეორედ მან საკუთარ თავს დახმარების ხელი, როდესაც 1989 წელს გადაწყვიტა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის სპეციალური ელჩი გამხდარიყო, იუნისეფის ელჩი და საგანგებო მისიით იმოგზაურა ეთიოპიაში, ბანგლადეში, სუდანში, ვიეტნამში, სალვადორში, ესე იგი ომების და შიმშილის ზონებში. ოდრი ეხმარებოდა მშიერ უმწეო ბავშვებს, თავისი ხელით ურიგებდა მათ საკვებსაც, წამალსაც, იმიტომ რომ თავისი საკუთარი ბავშვობის უბედურება და შიმშილი არ ქონდა დავიწყებული და როდესაც ომი დამთავრდა, იუნისეფმა გაუწოდა მას სწორედ დახმარების ხელი და იუნისეფი იყო ის, რაც მას გადარჩენაში დაეხმარა, შიმშილისგან დაიხსნა და ამიტომაც ახლა ესეც ძალიან კარგად ახსოვდა და ამიტომაც გადაწყვიტა, რომ ახლა იუნისეფი თვითონ გამოეყენებინა იმაში, რომ სხვებს დახმარებოდა, სხვა ბავშვებს დახმარებოდა. არსებობს დოკუმენტური კადრები, როგორ იხუტებს გულში ოდრი აი ამ შიმშილისგან და ავადმყოფობისგან დაუძლურებულ ბავშვებს და ზოგ შემთხვევაში ეს ბავშვებიც როგორ იწყებენ ნათებას ოდრისთან ერთად. სხვათა შორის არ ვიცოდი და
ამ გადაცემისთვის მზადების დროს აღმოვაჩინე, რომ დღევანდელ ციტატას გაგრძელებაც ქონია. ოდრის უთქვამს, როდესაც წამოიზრდები, აღმოაჩენ, რომ ორი ხელი გაქვს. ერთი საკუთარი თავის დასახმარებლად, მეორე კი სხვების დასახმარებლად. აი UNICEF-ის ელჩობა ნამდვილად იყო ის საქმიანობა, რომლითაც ოდრი ერთი ხელით საკუთარ თავს ეხმარებოდა და მეორე ხელით სხვებს. უშუალოდ დღევანდელ ციტატასთან დაკავშირებით ის მინდა ვთქვა, რომ ადამიანებს ოდითგანვე ახასიათებდათ აი ამ დამხმარე ხელის მოლოდინი, იმ ხელის მოლოდინი, იმ მხსნელის მოლოდინი, რომელიც მათ რთულ პრობლემებს შედარებით იოლად გადაწყვეტდა. ძველ ბერძნულ თეატრში დრამატურგიული ხერხიც არსებობდა, დევს ექს მახინა ერქვა, ანუ ღმერთი მანქანიდან და ეს რას ნიშნავდა? ღმერთის როლის შემსრულებელ მსახიობს სპეციალური ამწეთი უკაცრავად დაუშვებდნენ თეატრის სცენაზე და მას შეეძლო გაეკეთებინა ყველაფერი, რასაც საჭირო ჩათვლიდა, არ იყო საჭირო мотивация, ეს რატომ მოხდა, ეს რატომ მოხდა, ღმერთი მანქანიდან ჭრიდა ყველა პრობლემას და წარმართავდა გმირების ცხოვრებას. და აი ასეთ გარე დამხმარე ხელს ადამიანები ელოდებიან ყოველთვის, განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდში, მაგრამ ოდრის მაგალითი და მისი ციტატა გვეუბნება, რომ მთავარი დამხმარე ჩვენთვის, ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ, ჩვენ თავში უნდა მოვძებნოთ ის საფუძველი, ის ხერხემალი, რომელიც შეგვაძლებინებს, რომ ჩვენ თვითონ ვუშველოთ საკუთარ თავს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანები მაინც ელოდებიან ზოგჯერ სასწაულს, ზოგჯერ ბედისწერის დახმარებას, ზოგჯერ მოძღვარს ელოდებიან, რომ რაღაცა ისეთ ეტყვის, რაც მათ ცხოვრებას შეცვლის, ზოგჯერ დედაზე, მამაზე არიან დამოკიდებული, მაგრამ მაინც სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავი, ჩვენი სიცოცხლის კონტროლი არის ჩვენს ხელში. იმიტომ რომ ეს არის დასრულობის ფორმულა, როცა თვითონ აკონტროლებს საკუთარ თავს და საკუთარ თავში ქმნი აი იმ საყრდენს, რომელსაც შემდეგ ხინში თუ ჭირში ეყრდნობი. როდესაც ადამიანი აი ამ პირველი ხელით საკუთარ თავს უშველი, შემდეგ გეძლევა უკვე საშუალება და შემდეგ გეძლევა იმის უნარი, რომ სხვებსაც დაეხმარო მეორე ხელით სამყაროსთვის სასარგებლო რაღაც გააკეთო. კრიზისულ პერიოდში საკუთარი როლის და ფუნქციის აღქმასთან დაკავშირებით მინდა რომ ორი ადამიანის მოსაზრება გაგაცნოთ. ეს ორი ადამიანი არის მსახიობი, ორივეს იცნობს მთელი საქართველო და პატივს სცემს ნამდვილად და უყვართ ისინი მათი პროფესიონალიზმის და პიროვნული თვისებების გამო ნამდვილად კეთილშობილი ადამიანები არიან. პირველი არის რუსუდან ბოლქვაძე და მეორე არის ნატა მურვანიძე. ორივე ჩემი სტუმარი იყო, როდესაც საინტერესო ადამიანებს ინტერვიუსთვის ვიწვევდი. ორივე შემთხვევაში საუბარი შეეხო საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ ხანას 90-იან წლებს, როცა თეატრს ისევე უჭირდა, როგორც მის მაყურებელს, როგორც მის მსახიობებს და არ ვიცი, ამის გამო შეიძლება ორმაგად უჭირდა. აი რას ამბობს იმ პერიოდზე რუსუდან ბოლქვაძე, ციტატა. ჩვენს თაობას განსაკუთრებული დაბრკოლებები შეხვდა. ფაქტობრივად ეპოქების მიჯნაზე აღმოჩნდით. მე სწორედ გარდამავალ 10-15 წლიან პერიოდში ვიყავი საუკეთესო ფორმაში, საუკეთესო ასაკში, როდესაც ფიზიკური და პროფესიული შესაძლებლობები ერთმანეთს ემთხვევა და ადამიანი აღმავლობის ხანაშია. ეს ყველაზე ნაყოფიერი ასაკია, როდესაც უკვე გამოცდილებაც გაქვს და ჯანმრთელობაც ხელს გიწყობს. სწორედ მაშინ დაგვემთხვა ერთი ეპოქიდან მეორეში გარდამავალი უმძიმესი წლები. თუმცა ძალიან მძიმე დროშიც ვცდილობდი, რომ არ გავჩერებულიყავი და ჩემს პროფესიაში რაღაც გამეკეთებინა. ციტატის დასასრული. აი როგორ აფასებს ამავე პერიოდს ნატა მურვანიძე. ციტატა. ჩვენ ძალიან სერიოზული ფუნქცია გვქონდა იმ წლებში, რადგან ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ეს პერიოდი
ყველას ერთად უნდა გაგვევლო, როგორც ცოცხალ ორგანიზმს. არ მიმაჩნია, რომ ის წლები დაკარგული იყო. ვიღაცას უნდა ემუშავა, რომ დარგი გადარჩენილიყო. ქვეყნის დამოუკიდებლობის პერიოდში ფუნდამენტის ჩაყრაში მაქვს მიღებული მონაწილეობა. ეს ჩემთვის დიდი პატივია. ციტატის დასასრული. თუ დავაკვირდებით, ყველაზე კრიზისულ პერიოდშიც კი ეს ძალიან რთული პროფესიის ადამიანები საკუთარ შესაძლებლობებზე აკეთებენ აქცენტს და საერთოდ არ გამოთქვამენ წუხილს იმის გამო, რომ ღმერთი მანქანიდან არ გადმოვიდა სცენაზე და მათი რთული პრობლემები არ გააიოლა, მათი ცხოვრება არ შეცვალა, ან ასაკი არ შეუცვალა, ან დაბადების ადგილი, ან ეპოქა. მაგრამ აი რა განსხვავება ამ ორ ციტატას შორის, ამ ორ კომენტარს შორის. რუსუდან ბოლქვაძე ამ კონკრეტულ მომენტში ლაპარაკობს თავის ერთ ხელზე, რომელიც საკუთარ თავს გაუწოდა, როდესაც უჭირდა და როცა დახმარება სჭირდებოდა. და ნატა მურვანიძე კი ორივე ხელს შეიგრძნობს და ორივე ხელს მოიხმარს. ერთი ხელით საკუთარ თავს პატრონობს კრიზისულ პერიოდში და მეორე ხელით კი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას უყრის ფუნდამენტს. ზოგჯერ მეორე ხელი უფრო ჩანს ვიდრე პირველი, მაგრამ თუ კი მეორე ხელი ჩანს, თუ კი ადამიანი ცდილობს სხვებს დაეხმაროს, სხვების მაგივრად პასუხისმგებლობა აიღოს, როცა ის სხვა სუსტია, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ მას თავის თავში საყრდენი და ხერხემალი უკვე მოძებნილი აქვს. რა კი ისე გამოვიდა, რომ დღეს მსახიობებზე ვლაპარაკობ, ანდრო ჭიჭინაძე მინდა გავიხსენო იმ კონტექსტში, როცა მეორე ხელი ჩანს და პირველი არა, მაგრამ აუცილებლად იგულისხმება. რა სიამოვნებით გამოუშვებდა სისტემა ციხიდან ანდრო ჭიჭინაძეს, მას რომ არ ჩადენილი დანაშაული ეღიარებინა და მოენანიებინა. რამდენჯერ მიანიშნეს, რამდენჯერ პირდაპირ უთხრეს, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. ეს ადამიანიც ხელახლა უყრის საფუძველს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას და საკუთარ თავთან ერთად სხვების, ანუ ჩვენს გადასარჩენად იქცევა ასე, როგორც იქცევა, იბრძვის ისე, როგორც მას შეუძლია, თავისი ორივე ხელით, რა თქმა უნდა. მეც მიყვარს ის განცდა, როცა პრობლემების პირისპირ ჩემი ახლობლების იმედი მაქვს. ზოგჯერ სასწაულის იმედიც მქონია და ესეთი მომენტები ზედმიწევნით ზუსტად მახსოვს, მაგრამ ოდრი ჰეპბერნის ციტატაც მეც პირდაპირ მეხება. ნელ-ნელა ვისწავლე, როგორ გავუწოდო საკუთარ თავს დახმარების ხელი და თუ ძალამეყოფა ზოგჯერ იშვიათად სხვებსაც მეორე ხელი შევაშველო. დღეს ამით ვამთავრებ ჩემთვის ძალიან ძვირფასი მართლაც სამაგალითო ადამიანის ოდრი ჰეპბერნის ციტატის კომენტარს. გემშვიდობებით ხვალამდე, გიტოვებთ თხოვნას გამოიწეროთ ციტატა და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად ხარ.